მოდით დღეს ვისაუბროთ ამერიკელი აქტივისტის ჩარლი კირკის ისტორიაზე. ერთი შეხედვით ეს შეიძლება ჩვეულებრივ პოლიტიკურ ამბავად მოგეჩვენოთ, მაგრამ ჩვენ მას გამოვიყენებთ როგორც ერთგვარ გასაღებს, რომ ბევრად უფრო ღრმა, ფილოსოფიურ საკითხებს ჩაუღრმავდეთ. ანუ ეს ამბავი მხოლოდ ერთ ადამიანზე კი არა, არამედ იმ პოლიტიკურ და სულიერ ხაფანგზე, რომელიც ვფიქრობ ბევრი თქვენგანისთვის ნაცნობი იქნება. აი რას გავივლით დღეს. დავიწყებთ ერთი კონკრეტული მაგალითით ჩარლი კირკის ისტორიით. შემდეგ, ამ შემთხვევიდან გადავალთ ზოგად პოლიტიკურ თეორიაზე. ვნახავთ, როგორ მუშაობს ეს ყველაფერი საქართველოს კონტექსტში და ბოლოს ჩავალთ პრობლემის ყველაზე ღრმა, სულიერ დონეზე, როგორც ამას წყაროს ავტორი გვთავაზობს. დავიწყოთ. ჩვენი ამბის ცენტრშია ჩარლი კირკი, ამერიკელი კონსერვატორი აქტივისტი. ამ ანალიზის მიხედვით, მისი უკომპრომისო პოლიტიკურმა ბრძოლამ ის ერთგვარ ტრაგიკულ ფინალამდე მიიყვანა. ხო ხვდებით, აქ საკვანძო იდეა ისაა, რომ კირკის ეს უკიდურესი პოლიტიკური ერთგულება მისთვისვე სახიფათო ხაფანგი აღმოჩნდა. ის თითქოს აქტივისტიდან ფანატიკოსად გადაიქცა, რომელიც მზად იყო აბსოლუტურად ყველაფრისთვის და საბოლოო ჯამში სწორედ ამ იდეალებმა შეიწირა. და აი ეს არის ის მთავარი კითხვა, რომელიც კირკის პირადი ისტორიიდან უფრო ფართო ზოგად პოლიტიკურ თეორიაზე გადაგვიყვანს. ეს თეორია კი, როგორც ვნახავთ, მთელ ანალიზს გასდევს ლაიტმოტივად. ახლა კი მოდით დავშალოთ ის მთავარი პოლიტიკური კონცეფცია, რომელიც ამ დესტრუქციულ მანკიერ წრეს ქმნის. და უნდა ითქვას, რომ ეს მხოლოდ ამერიკაში კი არა, თითქმის ყველგან ხდება. ანუ რა ხდება? ეს არის კლასიკური პოლიტიკური ხაფანგი. ამომორჩეველი მუდმივად დგას არჩევანის წინაშე, რომ დიდი ბოროტების დასამარცხებლად აირჩიოს მცირე ბოროტება. შედეგად რას ვიღებთ? უსასრულო წრეს, რომელიც საზოგადოებას უბრალოდ ერთ ადგილზე ატრიალებს და ნამდვილი ალტერნატივისთვის ადგილს არასდროს ტოვებს. და რა არის გამოსავალი ამ ჩიხიდან? ამ ანალიზის მიხედვით, ალტერნატივა საკმაოდ რადიკალურია. საერთოდ არ მიიღო მონაწილეობა მყალბ არჩევანში. ანუ უარი თქვა კომპრომისზე და დაელოდო იმას, რაც მართლა ღირებულია, თუნდაც ამას ძალიან დიდი დრო დასჭირდეს. ახლა კი მოდით ეს ამერიკული მაგალითი სარკესავით მოვარგოთ საქართველოს პოლიტიკურ სინამდვილეს. არგუმენტი იმაში მდგომარეობს, რომ საქართველო ფაქტობრივად ზუსტად იმავე ხაფანგშია გაბმული. და ეს პოლიტიკური დაპირისპირება სულაც არ არის ახალი. დაფიქრით, უკვე 30 წელია, რაც ამ ანალიზის თანახმად ქვეყნის მთელი ენერგია და რესურსი ერთსა და იმავე პრაქტიკულად უნაყოფო დაპირისპირებას ეწირება. შედეგად ვიღებთ პოლიტიკურ ჩიხს, რომელიც ალბათ ყველასთვის ნაცნობია, პროევროპული თუ პრორუსული. ამ ანალიზის მიხედვით, პრობლემა სწორედ ეს დებატია, რადგან ის მთავარ არსს გვერდსულის და ქვეყანას საკუთარ თვითმყოფად გზას აკარგვინებს. ეს კითხვა ფაქტობრივად მთელი ამ დებატების საფუძველს აყენებს ეჭქვეში. რატომ უნდა ვეძებდეთ გამოსავალს გამუდმებით სადღაც გარეთ, როცა მთავარი რესურსი შესაძლოა ჩვენშივე, ჩვენ შიგნით იყოს? აქ კი კიდევ უფრო ღრმად ჩავდივართ. ანუ, რა დგას რეალურად ამ პოლიტიკური პრობლემების უკან? არგუმენტი ასეთია. ეს ყველაფერი მხოლოდ სიმპტომებია, რომლის მიზეზიც ბევრად უფრო ღრმა კულტურული პრობლემაა. თავარი თეზისი ისაა, რომ ჩვენი კულტურის ბევრი ფუნდამენტური ელემენტი არა ავთენტურად ჩვენი, რაც ეროვნულ იდენტობას ასუსტებს და როცა კულტურა მყარად არ დგას საკუთარ ფესვებზე, ძალიან ადვილია, რომ ის გარე გავლენების ქვეშ მოექცეს. და ამ კულტურული პრობლემის პირდაპირი შედეგი რა არის? კომუნიკაციის კატასტროფულად დაბალი ხარისხის საჯარო სივრცეში, როდესაც საფუძველი მყიფეა, ნამდვილი დიალოგი უბრალოდ შეუძლებელია. ეს უფრო ყვირილის შეჯიბრს ემსგავსება. ვფიქრობ, ეს ძლიერი მეტაფორა ზუსტად აჯამებს ამ კულტურული და პოლიტიკური და რასკსანობის შედეგს. ერთიანი დიდი მიზნის ნაცვლად ქვეყანა იღებს მუდმივ შიდა დაპირისპირებას, რომელიც საერთო საქმეს უბრალოდ შიგნიდან ანადგურებს. და აი მივედით ავტორის არგუმენტის ბირთვამდე. ამ ხედვით პრობლემა საბოლოო ჯამში არც პოლიტიკურია და არც კულტურული. ის სულიერია. ეს საკვანძო მომენტია. აქ ცოდვა ახლებურად განიმარტება. ეს არა უბრალოდ რაღაც წესების დარღვევა, არამედ ეს არის თვითმნიშნელოვნება. სურვილი, რომ საკუთარი თავი სხვებზე მაღლა დააყენო. და სწორედ ეს არის ავტორის აზრით ყოველი კონფლიქტის ფარული სათავე. ბიბლიური ისტორიაც კი გვიჩვენებს თუ რამდენად ძველია ეს პრობლემა. კაინმა აბელი ხომ რაღაც მატერიალური სარგებლისთვის კი არ მოკლა, არამედ იმიტომ, რომ მისი სტატუსი შეილახა. მისი თვითმნიშნელოვნობა დადგა კითხვის ნიშნის ქვეშ. და ეს უძველესი ამბავი პირდაპირ უკავშირდება ჩვენს თანამედროვე პრობლემებს. პოლიტიკური პარტიები, აქტივისტები, ერები ხშირად ყველა იბრძვის არა იდეისთვის, არამედ უბრალოდ იმის დასამტკიცებლად, რომ მე უფრო მნიშვნელოვანი ვარ. კარგი, პრობლემის დიაგნოზი დავსვით, ახლა ვნახოთ რა გამოსავალს გთავაზობს ეს ანალიზი. მაშ, საით არის გზა? ჩვენ წინაშეა ორი მკვეთრად განსხვავებული მიდგომა. ერთი ამ ქვეყნიურია, პოლიტიკური რევოლუცია, სისტემის შეცვლა. მეორე კი სულიერია, პიროვნული ტრანსფორმაცია.
თავარი არგუმენტი ისაა, რომ სისტემის შეცვლას აზრი არ აქვს, თუ ადამიანის შინაგანად არ შეიცვალა. სხვაგვარად, ნებისმიერი ახალი მართველი ადრე თუ გვიან, იგივე თვითმნიშნულოვნების ცოდვის მსხვერპლი გახდება. ამ არაპოლიტიკურ პოზიციას, რა თქმა უნდა, თეოლოგიური საფუძველიც უდევს. ამ ხედვით ქრისტიანობა მოითხოვს არა ამ ქვეყნიური ძალაუფლებისთვის ბრძოლას, არამედ სულიერ გარდაქმნას, რომელიც პოლიტიკის მიღმა დგას. და ამ ანალიზს ვასრულებთ ამ პროვოკაციული კითხვით. ავტორი გვიტოვებს ფიქრის საგანს, იქნებ ნამდვილი ცვლილებების სათავე არა პარლამენტებში, მოედნებზე და მიტინგებზეა, არამედ თითოეული ჩვენგანის შინაგან სამყაროში. ეს არის კითხვა, რომელიც სცილდება პოლიტიკას და პირდაპირ ეხება ჩვენს პირად ყოველდღიურ არჩევანს.